ვინ ხარჯავს საქართველოში Facebook რეკლამებისთვის ყველაზე დიდ ფულს? ეხლა გაჩვენებ მეტას რეკლამების ბიბლიოთეკას, სადაც დეტალურად არის გაწერილი, ვინ რამდენი გადაიხადა რეკლამების რაოდენობა და თანხა. და გაითვალისწინო, რომ თანხა არის დოლარებში მითითებული. 2025 წლის 6 აპრილის მონაცემებით, ერთ დღეზე ლიდერობს ირაკლი კობახიძე $984 ერთ დღეში, შემდეგ პოსტივი, შალვა პოპოიშვილი და ასე შემდეგ. ბოლო 3 დღე ირაკლი კობახიძე ლიდერობს კვლავ $399, შემდეგ პოსტივი, საქართველოს მთავრობა, ქართული ოცნება, პოსტივი ნიუსი, მამუკა ხაზარაძე და ასე შემდეგ. 30 დღეზე ასევე ირაკლი კობახიძე $15,088, შემდეგ პოსტივი მოყვება, 90 დღეზე კვლავ ირაკლი კობახიძე $40,082, შემდეგ მოყვება ქართული ოცნება, პოსტივი რეალობა, პოსტივი ნიუსი, საქართველოს მთავრობა, შალვა პაპუაშვილი და საერთო მონაცემებით ლიდერობს რა თქმა უნდა ქართული ოცნება $304,494. შემდეგ ირაკლი კობახიძე $207,000 და ეს უკვე $500,000, შემდეგ ისევ ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა, ევროპული საქართველო, ნიკამელია, ტელეკომპანია იმედი და ახალი.